გამარჯობა, ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე, მე ჟურნალისტი სოფო ოხანაშვილი გრიგავარ. საქართველოში ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები შემცირებულია, ავტოიმპორტიორები და ავტოდილერები ამ ფაქტს ბოლო პერიოდში ამოქმედებულ რეგულაციებს უკავშირებენ და განმარტავენ, რომ ბაზარი ადაპტაციის პერიოდშია და ეს აისახა სტატისტიკურ მონაცემებზე. საქსტატის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლების მიხედვით იანვარ-მაისში ქვეყანაში $1,250 მილიონი ავტომობილები შემოვიდა, ეს კი 20%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის მიუხედავად ავტომობილები საიმპორტო პროდუქციის ჩამონათვალში 21%-იანი წილით ლიდერ პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ავტომობილების ექსპორტს, მაჩვენებელი ამ შემთხვევაში შემცირებულია წლიურად 25%-ით. სულ იანვარ-მაისში ქვეყნიდან ექსპორტზე რეექსპორტით $735 მილიონი ავტომობილები გავიდა. ელექტრომობილების ბაზარი კი იზრდება, სექტორის წარმომადგენლები მოთხოვნის მატებას საწვავის გაძვირებას შიდაწვის, ძრავიანი ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას უკავშირებენ. ადგილობრივ ავტობაზარზე ელექტრომობილების წილი ამ ეტაპზე მხოლოდ 1%-ია, თუმცა ქვეყანაში 50-ზე მეტი სწრაფი დამტენი ფუნქციონირებს და წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 40%-ით გაიზრდება. ბაზრის დაახლოებით 70% თბილისშია კონცენტრირებული, მეორე ადგილს კი ბათუმი იკავებს. ელექტრომობილების მოთხოვნის ლიდერად კვლავ ტესლა რჩება, რაც ამერიკიდან მეორადი ავტომობილების ხელმისაწვდომობით, მზარდი რაოდენობის არაოფიციალური სერვის ცენტრებითა და შედარებით იაფი სათადარიგო ნაწილებით იხსნება. პარალელურად იზრდება ჩინური ელექტრომობილების რაოდენობაც, თუმცა ამ მიმართულებით განვითარების ტემპი შედარებით დაბალია. ბაზრის გაფართოების ფონზე სამომავლოდ განიხილება სწრაფი დამტენების დამატება რეგიონულ საავტომობილო გზებსა და მთავარ მაგისტრალებზე, რაც ელექტროტრანსპორტის გამოყენებას კიდევ უფრო გაამარტივებს. საქართველოში ოპერირებს მრავალი კომპანია, რომელიც ანვითარებს დამტენების ინფრასტრუქტურას. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დატენვის ხანგრძლივობა და შესაბამისად ვამონტაჟებთ ულტრასტრაფ დამტენებს. აღსანიშნავია ასევე ჩვენი მიმდინარე პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში გაიხსნება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე ზესტაფონთან, სადაც 1000 კილოვატზე მეტი სიმძლავრის ელექტრომობილის დამტენის სადგური შენდება. და პროექტის დასრულების შემდგომ პარალელურად შეიძლება 16 ელექტრომობილს დამუხტოს საკუთარი ავტომობილი ულტრასტრაფად. საქართველოში 2026-30 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2026-27 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომლის მიზანით საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და ავარიების შემცირებაა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემურ მიდგომას ინფრასტრუქტურის კონტროლის ქცევის, ცვლილებისა და სწრაფი რეაგირების მიმართულებით. რა ეტაპზეა დოკუმენტებზე მუშაობა, რა ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ახალ სტრატეგიაში და რამდენად შეძლებს ის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ქვეყანაში. ასევე რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს ესეც საინტერესოა ამ თემებზე. ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია. დილამშვიდობისა ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საინტერესო თემაა, ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს და ეხება პრინციპში, ასე რომ ვთქვათ, ხო? პირველ რიგში სანამუშაო დოკუმენტებზე გადავალ, მინდა გკითხოთ, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ახალ დოკუმენტებზე მუშაობა, რატომ დაიწყო ქვეყანამ ამ დოკუმენტების შემუშავებაზე ფიქრი? მოგიხსენებათ ზოგადად საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიების შემუშავება დაიწყო 2016 წელს, როცა მსოფლიოს ბანკის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი შენდებოდა და მაშინ იყო ვალდებულება, რომ შეგვექმნა ქვეყანას საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია. 2016-2020 წლები იყო ეს, შემდგომ შეიქმნა 2021-2025 წლების სტრატეგია, სადაც 25% იყო ინდიკატორი ჩასული, რომ 2025 წლის ბოლოს 25%-ით ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა და ნაკლები ადამიანი დაშავდებოდა. თუმცა ვერ მივაღწიეთ სამწუხაროდ პირიქით გაზრდილი არის საგზაო შემთხვევების რაოდენობა, ვიცით ბოლო 5 წლის განმავლობაში ფაქტიურად ერთდაიგივე ნიშნულზე ვართ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სტრატეგიამ ვერ იმუშავა და დასრულდა, ამოიწურა მისი ვადა, საჭირო გახდა ახალ სტრატეგიაზე მუშაობა. შესაბამისად, სახელმწიფომ დაიწყო ახალ სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მოიცავს 2026-2030 წლებს და მასთან დაკავშირებული ასევე სამოქმედო გეგმები, რომელიც არის 2 წლიანი, მაგალითად
თავიდან პირველად უკვე ახლა ამ ეტაპზე შემუშავებულია 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა, თუმცა ეს არის სამუშაო ვერსიები, როგორც სტრატეგია ისე სამოქმედო გეგმა, ვინაიდან ჯერ არ არის მთავრობის მიერ დამტკიცებული და მოგეხსენებათ რამდენიმე დღის უკან გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან, ასევე ორგანიზაციებთან, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, საგზაო უსაფრთხოების, ჩვენ გქონდა ერთვიანი ვადა, წარგვედგინა გარკვეული მოსაზრებები, რეკომენდაციები, რომელიც შემდგომ უკვე განხილული უნდა ყოფილიყო უშუალოდ შეხვედრის დღეს. ამ შეხვედრაზე დაახლოებით 40-მდე რეკომენდაცია იყო წარდგენილი როგორც სამოქმედო გეგმის ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე სტრატეგიაში და გათვალისწინებული იქნა აქედან 20 რეკომენდაცია, რაც ჩვენს მიერ იქნა მიწოდებული, 20 კი ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. ეს რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა სამოქმედო გეგმას, ვინაიდან სტრატეგია კი არის შემუშავებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც გულისხმობს ნულოვან ხედვას, ანუ დაღუპულობასთან მიმართებაში, იგივე უსაფრთხო სისტემის მიდგომას, რომელიც გლობალურად აღიარებული პრინციპული მიმართულება არის, თუმცა სამოქმედო გეგმაში ეს ყველაფერი არ იყო ასახული თავიდანვე, ანუ 2030 წლამდე არის სტრატეგია, მაგრამ ჩვენ ვითხოვდით, რომ ამ 2 წლის განმავლობაში უფრო მეტი რამ გაგვეკეთებინა, რომ უფრო მეტად შეგვიმცირებინა სიკვდილიანობა. მაგალითად, წარდგენილი გვქონდა რეკომენდაციებიდან ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მიმართულების პაკეტი, რომელიც გულისხმობდა ბავშვთა სავარძლების ლეგალიზაციას, ჩვენთან კანონმდებლობით ეს ვიცით, რომ სავალდებულოა, თუმცა კანონმდებლობაში არსებობს ხარვეზი ჩანაწერში, სადაც პირდაპირ წერია, რომ თუ მოზარდი ზის უკანა სავარძელზე და მას ბავშვი უკავია და შეკრული აქვს ხვედი, ამით უკვე პრობლემა არ არის და არ არის სავალდებულო სავარძელი ამ დროს, თუმცა მსგავსი ჩანაწერი არსად დედამიწის მოზარდს თუ უკვე ზრდასრულს. ხო, ანუ ზრდასრული 16 წლისევით ვინც არის პიროვნება, თუმცა მსგავსი ჩანაწერები არსად არ გვხვდება არც ერთი ქვეყნის საკანონმდებლო აქტებში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საფრთხისშემცველი, პირდაპირ ქვეყნის მიერ ესეთი ჩანაწერი არის პოზიტიური ვალდებულების დარღვევა, ანუ ფაქტიურად ბავშვებს წირავთ, როცა დედას ვაკავებთ ან მშობელს უკანა სავარძელზე, ხვედი გადაკრული აქვს, მშობელი დაცულია, ხოლო ბავშვი დაუცველია, გამომდინარე იქიდან, რომ 20 ჯერ იზრდება ბავშვის წონა საგზაო შემთხვევის დროს და ფიზიკურად შეუძლებელია ხელში დავიკავოთ ბავშვი. აქედან გამომდინარე, მეორე რაც ამასთანავე აუცილებელი იყო, ეს არის ბოლოს ალბათ ყველა ხედავდით, მით უმეტეს ტელევიზიის ეთერებში ხშირად იყო საგზაო შემთხვევები, სადაც უკანასკნელი ადამიანების გარდაცვალების ფაქტებია ძალიან ხშირი და უკანაგვედებთან დაკავშირებულ რეგულაციებთან დაკავშირებითაც შევახსენეთ, რომ აუცილებელია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვახსოვს 2010 წელს, როცა მივიღეთ უსაფრთხოების ზღუდების შესახებ კანონი, მეორე წელს უკვე განახლებდა სიკვდილიანობა და შეიძლება ქვეყანამ დაგეგმოს ძალიან ბევრი პრევენციული ღონისძიებები, თუმცა როცა მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, მას უკვე პრევენციული ღონისძიება აღარ შველის, ანუ უნდა იყოს ის სავალდებულო, როგორც წინა, ასევე უკანა სავარძლებზე ხვედები და ბავშვთა დაცულობის მიმართულებით საბავშვო სავარძლები. ეს რეკომენდაციები მიცემულია და ამასთანავე დამატებით მივეცით რეკომენდაციები სიჩქარის მენეჯმენტთან დაკავშირებით, ვიცით რომ საქართველოს აქვს პრობლემა სიჩქარესთან დაკავშირებით და ის არის პირველი მკვლელი გზებზე ფაქტიურად. აქედან გამომდინარე ის ხარვეზები, რაც არსებობს, მაგალითად ის რომ სიჩქარის გადაჭარბების გამო მიუხედავთ იმისა, რომ გარკვეული რეგულაციები შეიცვალა ჯარიმების კუთხით, მაინც არაეფექტური გამოვიდა, ხომ, ანუ მაინც იხდიან ადამიანები ათასობით ლარის ჯარიმას და ჩქარა დადიან. აქედან გამომდინარე ჩვენ მოამზადეთ გარკვეული კვლევები ქულათა სისტემასთან დაკავშირებით, დაახლოებით 15 ევროპული ქვეყნის პრაქტიკას შევისწავლით და ეს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტს გაუზიარეთ ეს კვლევა, სადაც აღნიშნულია იმ სამართლებრივი მექანიზმები, თუ როგორ უნდა ავამოქმედოთ ქულები ვიდეო ჯარიმებზე. დღევანდელი მოცემულობით ვიცით, რომ ვიდეო ჯარიმები, როცა იწერება სიჩქარეზე, ქულა არ აკდება ადამიანს, ქულა აკდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საპატრულო პოლიციელი გაგაჩერებს. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს მიმაგრებული ქულები და ასევე უნდა გადაიხედოს თვითონ ქულების რაოდენობაც, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დიფერენცირებული მიდგომა მოხდა სიჩქარესთან დაკავშირებით, მაგალითად ის, რომ 50 ლარი იქნება ჯარიმა, სადაც 30 კილომეტრამდეა გადაჭარბება, 15-დან 30-დან 40-მდე, სადაც არის 100 ლარი იქნება და უკვე 50 კილომეტრიზევით 300 ლარი და აქედან გამომდინარე, ქულების დიფერენცირებული უნდა იყოს. დარღვევებზე უნდა იყოს. ეს თქვენი ინიციატივის მიხედვით, ხო? დიახ, უნდა იყოს ეს ქულათა სისტემა. მეორე, სიჩქარეს უშუალოდ რაც შეეხება არის ტოლერანტობის პრობლემა. ჩვენთან ვიცით, რომ ტოლერანტობა, ანუ საპატიებელი სიჩქარე არის 15 კმ/სთ, რაც დედამიწის ზურგზე არსად არ არსებობს და ესეც საბჭოური გადმონაშთია და დარჩენილი არის ხარვეზი კანონმდებლობაში. შესაბამისად, ტოლერანტული ზღვარიც უნდა
დაიწიოს. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა რამდენიმე თვის უკან და ვნახეთ, რომ ურბანულ ზონებში და ასევე მაგისტრალებზე ყველა ტოლერანტული ზღვის მაქსიმალური გამოყენებით გადაადგილდება. მაგალითად, თუ არის დაშვებული 50 კმ/სთ, 63 ან 64-ით გადაადგილდებიან და თანამედროვე კვლევები გვანახებს, რომ 1% სიჩქარის გაზს და სამჯერ ზრდის სიკვდილიანობას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის ამ ტოლერანტობის გადახედვა, მით უმეტეს თუ ვიტყვით სასკოლო ზონებთან მიმართებაში, მთელს ევროპაში და ყველგან არის სავალდებულო სკოლებთან მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ და კვლევებით ნათქვამია, რომ 30 კმ/სთ ავტომობილის გადაადგილების დროს, როცა ფეხით მოსიარულს ეჯახება ავტომობილი, გადარჩენის შანსი არის 80% და თუ ტოლერანტული ზღვარი 15 გვექნება, მაშინ რა აზრი ექნება 30 კმ-იან სიჩქარის ზღვრების დაყენებას, თუ 45-ით მაინც უნდა გაიაროს ავტომობილმა და მაინც ეს ბავშვები შეიძლება გავწიროთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიხედოს სკოლებთან სიჩქარის ლიმიტები, ასევე ურბანული ლიმიტები ძალიან მაღალი გვაქვს. საქართველოში არის 60 კმ/სთ დაშვებული და ევროპის ყველა ქვეყნის მაჩვენებლით ყველგან აბსოლუტურად არის 50. შესაბამისად, ჩვენც გვინდა რომ ეს ლიმიტები ურბანული შემცირდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად, როცა ვსაუბრობთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება შეუძლებელია, თუ დაბალანსებული სიჩქარე არ იქნება ქალაქში, ანუ არ შეიძლება ფრაგმენტული სიჩქარე არსებობდეს, მაგალითად 60 კმ/სთ ერთგზის მონაკვეთზე, მეორეგან 30, მესამეგან 40 და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე, თვითონ რომ განვითარდეს ტრანსპორტი საზოგადოებრივი, უნდა იყოს დაბალანსებული ურბანული სიჩქარე. და ასეთი რეკომენდაციებია ძირითადად სიჩქარის მიმართულებითაც განსაზღვრული. ირაკლი, რომ რადგან დროში ვარ შეზღუდული და ყველა თემას ესე მუხლობრივად ვერ ჩავყვებით, ყველა მიმართულებას რომ შევაჯამოთ. ეხლა თქვენ რაზეც ისაუბრეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები ამოიღეთ თქვენი რეკომენდაციიდან. ეს რეკომენდაციები იმ ჩამონათვალიდან არის, რომელიც გაითვალისწინეს იმ 20-დან, თუ რომელიც ნაწილობრივ გაითვალისწინეს. ეს ცვლილებები შეგვხვდება თუ არა ჩვენ ახალ სტრატეგიაში. მთლიანად გათვალისწინებული რეკომენდაციებიდან ძირითადად ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით თითქმის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია, იგივე სასკოლო ზონებთან დაკავშირებით, სასკოლო ზონებთან ტოლერანტობის 15 კმ/სთ შემცირების შესახებ, მთლიან გზებზე არა, მაგრამ აი სასკოლო ზონები არის პრიორიტეტული, ეს იქნება საპილოტე დაიწყება და თუ მაგალითად გაუქმდება ეს ტოლერანტული 15 შესაძლებელია გაუქმდეს სასკოლო ზონებთან. თავდაპირველად, შემდგომ უკვე გადავიდეს ურბანულ ზონებში, გარკვეული ხნის მერე და უკვე შემდგომ მაგისტრალებზე უბრალოდ ამასაც დაკვირვება ჭირდება, თუ რამდენად გამართლებს და მართლა შეამცირა თუ არა ამ საგზაო შემთხვევები და გაუქმებაზეა საუბარი, უბრალოდ რომ დავაზუსტოთ და არა შემცირებაზე. რამდენი ზოგადად საერთაშორისო რეკომენდაციებით არის სიჩქარის 10%, თუ მოძრაობ 50 კმ/სთ უნდა იყოს 5, თუ მოძრაობთ 100 კმ/სთ უნდა იყოს 10 პირობითად, მაგრამ ასევე არის ფიქსირებული სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად 5 კმ/სთ, 7, 6 ყველაზე მაქსიმალური არის 10 კმ/სთ და მაგისტრალზე. ჩვენ შემთხვევაში რა რეკომენდაცია მიეცით? ჩვენ შემთხვევაში ვთქვით, რომ მაგისტრალზე იყოს თავდაპირველად 10 კმ/სთ, ხოლო ურბანულზე იყოს მიბმული თვითონ 10% სიჩქარის. სკოლებთანაც ვფიქრობთ, რომ 5 კმ/სთ იყოს მაქსიმალურად. თუმცა ესეც სამუშაოა, ვინაიდან ბევრ სკოლასთან კამერები ვიცით, რომ არაყენია, ესეც პრობლემას ქმნის თავისთავად, აღსრულების მექანიზმების გამოყენება და გაუმჯობესება აქაც მნიშვნელოვანია. და მთელი რიგი რეკომენდაციები არის ასევე სხვადასხვა მიმართულებით, იგივე პირობითად რომ თქვათ, ურბანული გზების დიზაინის მოწყობის კუთხით რომ უნდა მოხდეს გზების ინსპექტირება, შეფასება, აუდიტი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, როცა ახალი გზები იგება, კი ვაფასებთ, მაგრამ არსებულ გზებზე გვაქვს შავი წერტილები და პრობლემური მონაკვეთები, ამიტომ მუნიციპალიტეტების ჩართულობა უნდა გაიზარდოს მუნიციპალურ დონეზე, რეგიონალურ დონეზე და უნდა მოხდეს იმ გზების შეფასება, სადაც არის სახიფათო და შავი წერტილები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ამ თემაზე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია, კიდევ ცოცხალი პროცესი მიდის ამ სტრატეგიაზე მუშაობის და ძალიან საინტერესო თემაა და ვერ ამოვწურეთ ახლა. დაუბრუნდებით ამ თემას აუცილებლად. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენს მაყურებელს კი ვეთქვი, რომ ჩვენი სტუმარი იყო პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია. ჩვენ კი განვაგრძობთ ეთერს სხვა თემით. 1 ივლისიდან შეღავათიანი აკროკრედიტის პროგრამა განახლებული პირობებით ამოქმედება, კონკრეტულად კი იცვლება სუბსიდირებული სასხების გაცემის წესი. განახლებული პროგრამის მიხედვით სახელმწიფო თანადაფინანსება კონკრეტულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ პროექტებზე იქნება ორიენტირებული, რაც მიზნად ისახავს ბიუჯეტის რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებას. ცვლილებები შეეხება როგორც ახალი სასხების დაფინანსების პირობებს, ისე პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ განახლებული მოდელი აგროსექტორში ინვესტიციების წახალისებასა და მაღალი დამატებული ღირებულების წარმოების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კომპანიების რაოდენობა შემცირდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით პირველი კვარტლის მონაცემებით ფერმერებს აგროდაზღვევას მხოლოდ 2 კომპანია ალდაგი და TBC დაზღვევას თავაზობს. იანვარ-მარტში პროგრამის ფარგლებში 2000-მდე სადაზღვევო პოლისი გაიცა, ანაზღაურებული ზარალის მოცულობა კი 40,000 ლარამდეა. ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გადახედვას საჭიროებს და აგროსექტორში პროგრამის მიმართ ნდობა დაბალია. არსებობს გარკვეული იმედების გაცრუება, მოლოდინებთან შეუსაბამობა და რეპუტაცია ზოგადად ამჟამინდელი აგროდაზღვევის არც ისე დიდი არის. ზოგიერთი კულტურის და რეგიონის ფერმერებს უღირთ და აზღვევენ კიდევაც, მაგრამ ახალი ფერმერები არ შემოდიან ამ ბაზარზე. აი ფაქტიურად ერთი და იგივე ფერმერები აზღვევენ კახეთში მევენახეები, მაგალითად, სადაც მაღალი რისკი არის და ეს პროგრამა სტაგნაციაშია. ტურიზმის სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, დარგის საჭიროებების იდენტიფიცირება და ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში უნარების განვითარების საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავება. სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელებენ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მე-6 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ტურიზმი და განათლება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კერძო და საჯარო დიალოგი, ასევე წარმოდგენილი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის უნარების შრომის ბაზრის კვლევის შედეგები. ხელოვნური ინტელექტის ეპოქა უკვე დაიწყო, ტექნოლოგია, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ მომავალთან ასოცირდებოდა, დღეს ბიზნესის, ფინანსების, მედიცინის, განათლებისა და წარმოების განუყოფელი ნაწილი ხდება. თუმცა AI რევოლუციის პარალელურად მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. კომპანიებს კვალიფიციური კადრები აღარ ყოფნით, ექსპერტების შეფასებით ხელოვნური ინტელექტის სფეროში სპეციალისტების დეფიციტი უკვე $1 ტრილიონ ეკონომიკურ პრობლემად ყალიბდება. სოფლიოს უდიდესი კომპანიები ხელოვნურ ინტელექტში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას დებენ. ისინი ავითარებენ ჩატბოტებს, მონაცემთა ანალიზის სისტემებს, ავტომატიზებულ სერვისებსა და ახალი თაობის ციფრულ პროდუქტებს, თუმცა ამ პროცესს ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაც ახლავს. ტექნოლოგიების შექმნისა და მართვისთვის საჭირო ადამიანური რესურსი საკმარისი აღარ არის. Forbes-ის ექსპერტების შეფასებით დღეს ყველაზე მოთხოვნად სპეციალისტებს შორის არიან ხელოვნური ინტელექტის ინჟინრები, მონაცემთა მეცნიერები, მანქანური სწავლების სპეციალისტები, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორები და კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები. სწორედ ამ პროფესიონალებზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და ეფექტიანად შეძლებენ კომპანიები AI ტექნოლოგიების დანერგვას. მოთხოვნის ზრდამ შრომის ბაზარზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. სპეციალისტების სიმცირის გამო კომპანიები სულ უფრო მაღალ ხელფასებს თავაზობენ კანდიდატებს. ზოგიერთ შემთხვევაში წამყვანი AI მკვლევარებისა და ინჟინრების ანაზღაურება წელიწადში რამდენიმე $1,000,000 დოლარსაც კი აღწევს. ტექნოლოგიური გიგანტები ერთმანეთს კონკურენციას უკვე არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ტალანტების მოსაზიდადაც უწევენ. ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა მხოლოდ ტექნოლოგიურ სექტორს არ ეხება. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკვე აქტიურად იწყებენ ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, სამედიცინო ორგანიზაციები, ლოჯისტიკური ქსელები და სამრეწველო საწარმოები. შედეგად სპეციალისტებზე მოთხოვნა თითქმის ყველა ინდუსტრიაში ერთდროულად იზრდება. ამავდროულად ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ახალი დისკუსია გააჩინა სამუშაო ადგილების მომავალზეც, მიუხედავად იმისა, რომ AI-ის მიერ ადამიანების ჩანაცვლებაზე ხშირად საუბრობენ, რეალობა უფრო კომპლექსურია. ტექნოლოგიები მართლაც ამცირებენ გარკვეული ტიპის რუტინულ სამუშაოებს, თუმცა პარალელურად სრულიად ახალ პროფესიებსაც ქმნიან. სწორედ ამიტომ ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ გადამზადებისა და ახალი უნარების შეძენის აუცილებლობაზე. მზარდი მოთხოვნის ფონზე იცვლება განათლების სისტემაც. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ხელოვნურ ინტელექტთან, მონაცემთა ანალიზთან და მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებულ პროგრამებს აფართოებენ. სტუდენტების ინტერესი კი ამ მიმართულებით რეკორდულად იზრდება. ბევრი ქვეყანა უკვე სახელმწიფო დონეზე ცდილობს ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობას, რათა მომავლისთვის საჭირო კადრები მოამზადოს. ანალიტიკოსების შეფასებით მომდევნო წლებში განსაკუთრებული ღირებულება ექნება იმ ადამიანებს, რომლებიც ტექნიკურ ცოდნას, კრეატიულობასთან, ანალიტიკურ აზროვნებასა და ბიზნესის გაგებასთან დააკავშირებენ.
მათი თქმით, ხელოვნური ინტელექტი ბევრი პროცესის ავტომატიზაციას მოახდენს, თუმცა ადამიანური უნარები, გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიული აზროვნება და ინოვაცია კვლავ შეუცვლელი დარჩება. ანალიტიკოსების პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის ბაზარი მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნაც იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამ ტექნოლოგიების შექმნა, მართვა და განვითარება შეუძლიათ. ამიტომ ქვეყნები, უნივერსიტეტები და კომპანიები, რომლებიც დღეს AI ტალანტების მოზიდვებში ინვესტიციას დებენ, ხვალ გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვან უპირატესობას მიიღებენ. ბიზნესი რუსთავი 2-ზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ, შევხვდებით ხვალ, თქვენ კი დარჩით რუსთავი 2-ზე.